დილომშვიდობის მოგესალმებით, ეთერშია რუბრიკა ექსტრემალი და ამ შემთხვევაში ვეწვიეთ შავფაროსანს თემურ ყურაშვილს. თემო, მოგესალმები, მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუსათვის და მე მაინტერესებს შენ რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ? ქართულ საერთაშორისო ვარჯიშობ დაახლოებით მეხუთე კლასიდან. ჩემი დეიდაშვილი ვარჯიშობდა აქ. და რო გავიგე ერთ დღეს მივედით გამოსაყვანად და აღმოვაჩინე რომ ეს იყო ესეთი კარგი საბრძოლო სახეობა. მეორე დღეს რომ შევედი დარბაზში მისმენე რომ მართლაც აღარ გამოსულა დღესაც მესაფრე რა საქმეს უბრალოდ შემიძლია. ანუ შენ მოიწამლე როგორც თეატრის მტვერით იწამლებიან, ხო? კი, მე იარაღის ზელვარებით მოვიწავლე, ესე რომ ვიტყვიან და მართლაც ვარჯიშობ. თავს დებთ. როგორაც შეგვიძლია ბიჭებს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ქართულ საბრძოლო ხელოვნება გავხადოთ პოპულარული. სხვა საბრძოლო ხელოვნებათან ერთად, რა თქმა უნდა, კარგია მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობები რო იცი, მაგრამ ჩვენ როგორც კულტურაში, როგორც თეატრში, როგორც პოეზიაში ასევე გვაქვს უნიკალური საბრძოლო ხელოვნება და ვცდილობთ რომ განვავითაროთ, აღვადგინოთ და კარგ გზაზე დავაკეთოთ ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც ბიჭები რომლებიც ქუჩაში დგანან და არ იციან რა გააკეთოთ, ჩვენ უბიძგებთ მათ, რომ მოვიდნენ დარბაზში, მივარჯიშონ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და დარბაზი მართალია პატარაა, მაგრამ რაც თავია ენთუზიაზმი და სურვილი გვაქვს ძალიან დიდი. რამდენად რთული იყო თავდაპირველად ეს ყველაფერი შენთვის და რამდენად რთულია დაუშვათ ახალ მოსულებისათვის ექსტრემთან რამდენად ახლოა? ძალიან ისეთ ილეთებს აკეთებთ თვალისთვის დაუჯერებელს. კი, ნამდვილად სახიფათო თავიდან არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასაკობრივი ზღვარი. დაუშვათ მე 6 წლიდან 10 წლამდე ვავარჯიშებთ ბავშვებს ფიზიკურად, ვაჩვევთ ხის იარაღებს და ასე შემდეგ. შემდეგ 10-დან 14 წლამდე ხანჯალს ვასწავლით, შემდეგ კიდევ სხვადასხვა იარაღებს და საბოლოო სახით ითვისებს ქართულ საბრძოლო იარაღებს. ანუ არის ტრამვები, არ დაგიმალავთ, არის თითის დაკარგვის საფრთხეებიც, ესე ვთქვათ, სისხლი არის და ყველაფერი, მაგრამ ახალ მოსულებს მას ამიტომ არ ვაკარებთ იარაღებს, იმიტომ რომ ახალ მოსული რომ მოდის ჩვენთან, ჩვენ მას არ ვაკეთებთ არაფერს ზიანს და როცა იცი, ეს არავითარ ზიანს და არავითარი სახიფათო არ არის, ეს უბრალოდ ახალ მოსულმა რო არ იცის რა გააკეთოს, მოინდომებს მეტაბი იარაღებთან მივარდნას, გაკეთებას, რაღაც თავის გამოჩენას და არის ძალიან დიდი ტრამვები, ან თვითონ არ იყენებს უბრალოდ ის აკეთებს სხვას, ამიტომ თავიდან ვაჩვევთ საბრძოლო იარაღებს და შემდეგ უშუალოდ სპარინგს. მე პირადად შენგან მაინტერესებს შენი მიღწევების შესახებ, იმიტომ რომ ვიცი, ბევრ ტურნირზე ხარ ნამყოფი და ძალიან დიდი მიღწევებიცა გაქვს, შეძლების დაგვარად შეჯიბრებები ძალიან არ მიყვარდა, მაგრამ ეს ბოლო წლები ჩემი მასწავლებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გავედით რამოდენიმე შეჯიბრზე, მე პირადად ევრაზიის ჩემპიონატი ვარ ქუთუსანდაში. ასევე თავარი ტიტულის მფლობელი საბრძოლო ხელოვნებაში ბათუმში შაშან ჩატარდა ბრძოლა წესების გარეშე ან ქალაქურ კრივში ანუ ეს რო ვთქვათ შერეული საბრძოლო ხელოვნება არის ოღონდ ქართული ჩოხით ქართული ანუ ქართული ელემენტები და იქ ავიღე ტიტული გავხდი ჩემპიონი და დაცვა გვიწევს სადღაც ერთ თვეში ისევ ტარდება განმეორებით ბრძოლა წესების გარეშე ბათუმში და იმზადებით ბიჭები როგორაც შეგვიძლია იმედია დასახელებ ჩვენ გულს. შენ შეგიძლია მეორედაც გახდე ჩემპიონი? რა თქმა უნდა ფედერაცია შავფაროსნები ვაწყობთ ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევთ და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ იმისთვის რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება გავხადოთ სხვა საბრძოლო ხელოვნებაზე პოპულარული. ძალიან კარგი და მე ვიცი რომ შენ გეძახიან მეც სახელს კალენიკეს, რომლითაც ძალიან ხშირად მოგმართავენ მეგობრები და ძალიან ხშირად შენი სახელი არც კი ახსოვთ. რატომ დაგერქვა ეს სახელი, ვინ შეგარქვა? ანუ კალენიკე დავიწყებ იქიდან რომ ნიშნავს უერთსარ გამარჯვებას, წინვალე გამარჯვებას. წაგონი გახსენეთ დარბაზში როცა მოვიდი მეორე დღეს იყო შეჯიბრი. ავედით იმ შეჯიბრზე და შემხვდა ძალიან დიდი ასაკი, ძალიან დიდი წონის პიროვნება. რომელსაც გამიჩნდა ძალიან ბრძოლა და ვაგებდი რა სადღაც დროის დამთავრებამდე იყო 5 თუ 3 წელი დამთავრებული და მასალას გავხედე მე რა ვქნა მეთქი და რაც გინდა ეს გენდო და ის როგორ მოვიგეს სულთა და როგორ მოვიგეს ჩემპიონატი არავის არ ახსოვს და აქედა გავუდი მასალებმა
შევარქვა კალენიკი, ანუ ვიც არის გამარჯვება. ეს არის როგორც ახსოვს კალენიკე და აი ისე ხარ. ზუსტად ანალოგიური ხარ. ძალიან კარგი, მე წარმატებებს ვისურვებ და მადლობა.